დღეს ვისაუბროთ Internet Explorer-ზე. ლატიფზე Internet Explorer-ზე ლაპარაკი არ გამოგვივა, რადგან ის უკვე კარგი ხანი აღარ გამოდის. კომპანიამ დაანონსა კიდეც რამოდენიმე წლის უკან ეს იყო 2015 წელს, 15-ის ბოლოს დაანონსა, რომ გამოვიდოდა Internet ეგეთი და ის აბსოლუტურად შეცვლიდა Internet Explorer-ზე არსებულ მითს. ვიცით ყველამ, რომ Internet Explorer ერთ-ერთი გერატანოს თუ არა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაუზერია, მისი სინიალის გამო, მისი შეფერხებების გამო, მისი აბსოლუტური დაუცველობის გამო და მისი ნებისმიერი სხვა მრავალი პრობლემის გამო. ამიტომ მას კომპანია Microsoft-მა დაანონსა, რომ გამოვიდოდა სრულიად ახალი სტაბილური ვერსია და გამოვიდა. რადგან სხვათა შორის ძალიან შეცვალა აზრები ტესტირებებში სხვათა შორის ედგემა ასევე აჩვენა, რომ Chrome-ზე გაცილებით სწრაფია, იგივე Opera-სთან 11% აჩვენა უკეთესი შედეგი და უნდა აღინიშნოს, რომ ტესტირება არ ნიშნავს მის რეალურობას, ამ შეიძლება საერთოდაც თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვანაირად გამოიყენოთ ბრაუზერი და ისეთი სტაბილური არ იყოს, როგორც Chrome-ია, მაგრამ არც თუ ისე ცუდი ნიშანია მისთვის, რომ კომპანიამ გამოუშვა ბრაუზერი, რომელმაც კონკურენცია გაუწია მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს დღესდღეობით არსებულ ბაზარზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონკურენცია გაუწიო Google-ის პროდუქციას, ხო? და შესაბამისად ედგემ, როდესაც მას ტესტირებებში აჯობა, ეს საკმაოდ სერიოზულ რამეს ნიშნავს. რაც შეეხება Explorer-ის ძველ ვერსიებს, მისი გადმოცემა შეგვიძლია ვებგვერდზე და მიაკტავდებ საიტის ლინკს, სადაც არის შესაძლებელი მისი მე-6 ვერსიით დაწყებული ყველა ვერსიის გადმოწერა, მე-9 ვერსიამდე და მე-10 უკვე გამოვიდა თითქმის იგივე, აქ მათო სახელი შეცვალეს და Windows 7-ისთვის იყო ესენიც. და შემდეგ უკვე ახალი ბრაუზერისთვის გამოვიდა, ახალი Windows-ისთვის გამოვიდა Windows 10. მისი დიზაინი აბსოლუტურად შეცვლილია და საერთოდაც არ გავს Internet Explorer-ს მისი ბარიც, ასევე ძალიან მოსახერხებელია და სწრაფითაც გამოირჩევა. ეს ახლა საკმაოდ კარგი ხანია მე სისტემა დაყენებული მაქვს და ვერ დავაბრალებთ, რომ დავუშვათ რაღაც დროის მერე ის ფუჭდება, მშვენივრად ვიყენებ. რაც შეეხება მის სტანდარტულ ბარს, საკმაოდ მოსახერხებელია. აქვს სტანდარტული ბრაუზერის შესაბამისი ფუნქციები, ჩვეულებრივად გადიდება და პატარავება, ეს უკვე თითქმის ყველა ბრაუზერმა გააკეთა. პარამეტრები გაცილებით მოსახერხებელია, მისი პარამეტრები ძრე აქამდე იყო და ეს ყველაფერი მან ჩადო Windows 10 Pro-ში, რა თქმა უნდა, ეს ბოლო ვერსია არ არის, ეს იხვეწება, თანათან ვითარდება და ალბათ Microsoft-ი გაგვაუწევს კიდევ უფრო ძლიერი ბრაუზერით. ხოლო შემთხვევაში დღესდღეობით არსებულ ბრაუზერებს ის საკმაოდ მედგარ კონკურენციას უწევს და სავსებით შესაძლებელია, რომ Windows 10 Pro-ს დაყენების შემდეგ თქვენ აღარ დაგჭირდეთ სხვა ბრაუზერის გადმოწერა. ყველა ეს საჭირო ფუნქციები მას გააჩნია, რაც შეიძლება რომ თანამედროვე ბრაუზერმა გააკეთოს. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ამ ბრაუზერის შესახებ, დანარჩენი უკვე პირადად რო დატესტების შემთხვევაში გაიგებთ. მოკლედ მე არც ისე უკმაყოფილო დავრჩი ამ ყველაფერით მისი გამოყენება აბსოლუტურად შეიძლება როგორც ერთ-ერთი წამყვანი ვებ ბრაუზერი.